დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე თემას შევეხო, შემდეგ უკვე გადავიდეთ საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. დავიწყებ ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი იყო ვაკის რაიონში. წყნეთის გზატკეცილზე რესტორანი კაკლების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები დავამთავრეთ, პარალელურად საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც დასრულდა. პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. გვახსოვს თუ რა მდგომარეობაში იყო თვითონ გზის საფარიც და ფერდს ჰქონდა სერიოზული პრობლემები. სამუშაოების ფარგლებში ფერდზე მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რაც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. გარდა ამისა, გზის გასწვრივ აშენდა 70 გრძივი მეტრის ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, პარალელურად განხორციელდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, განახლება, დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა საგზაო მონიშნები და ტერიტორია არის სრულად მოწესრიგებული, ჩვეულებრივად ორმხრივად გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. სამუშაოების პროცესში გარკვეული შეზღუდვები გვიწევდა. ამისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო უბრალოდ ამ ტიპის სამუშაოების წარმოება უსაფრთხოებიდან გამომდინარე და იმისთვის რომ სწრაფად ჩაგვეტარებინა შესაბამისი რეაბილიტაცია, ფერდი ყველანაირად დაცულია, გაკეთებულია შესაბამისი დამჭერი ანკერები, ის რკინაბეტონის სამუშაოები რაც იყო ჩასწარებელი, ყველაფერი დასრულებულია. დღეს შეგვეძლება ადგილზე მივიდეთ და დავათვალიეროთ უკვე სამუშაოები. მინდა ერთ მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აღნიშნული პროგრამა. თბილისის მერიამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად ახორციელებს საინტერესო საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. წელს საზაფხულო პროგრამები 6000-მდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება. მაგალითად, გასულ წელს 5000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა და დღეს გვაქვს კიდევ იმის შესაძლებლობა, რომ დავამატოთ რაოდენობა. როგორც აუგუსტის დასაწყისში აღნიშნე, აღნიშნული პროგრამა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და როგორც გითხარით, 6000-მდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და რეკრეაციული აქტივობების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ისეთ სპორტულ აქტივობებში, როგორიცაა ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში. მნიშვნელოვანია, რომ წელს ტრადიციულ აქტივობებთან ერთად განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების, ადგილობრივი ბანაკების გარდა იგეგმება საერთაშორისო ბანაკები, ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულად უფასო, არაფერი გადასახადი არ იქნება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, შესაბამისი ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების ჩართულობა და მათი მომსახურება. 2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამა დაიწყება 15 ივნისიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე. პროგრამებზე რეგისტრაცია რა თქმა უნდა განხორციელდება ეტაპობრივად. გვაქვს შესაბამისი პლატფორმა, ვებგვერდი iustbilisi.g, შეგიძლიათ შეგბრძანდეთ, დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში. 15 ივნისიდან იწყება, როგორც გითხარით, და სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი დედაქალაქი განაგრძობს თავის მრავალწლიან ტრადიციას და 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონალურ ფორუმს სახელწოდების მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მე მგონი ყველამ თანხმდებით იმაზე, რომ არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში და ყველა ქვეყანაში მშვიდობას აქვს განსაკუთრებული როლი. დღეს მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას და რეგიონს მშვიდობა ჭირდება ისე, როგორც
არასდროს. თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი წლების განმავლობაში იმართებოდა და აღნიშნული უზრუნველყოფს ეფექტურ პლატფორმას დებატებისთვის, დისკუსიებისთვის და გრძელვადიანი პარტნიორების განვითარებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში მონაწილეთა რიცხვი და თემატიკა იზრდებოდა, ღონისძიება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონალურ ფორუმად ჩამოყალიბდა და გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ძალიან ეფექტურ პლატფორმად იქცა. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე ბიზნეს სექტორის აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც გითხარით, 5-6 რიცხვში გაიმართება, 5-6 ივნისს გაიმართება აღნიშნული ფორუმი და საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონალური ფორუმი ხელშეუწყობს გრძელვადიან პარტნიორობას და წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის კეთილდღეობასა და მის განვითარებაში. მინდა შევეხო ასევე ერთ თემას, უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების არსებობა, პარკების, სკვერების რეაბილიტაცია, ახალი პროექტების განხორციელება, ისნის რაიონის გამგეობა, ქეთევან დედოფლის გამზირი ნომერ 67-69-ის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს, სრულ განახლებას. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, გარეგანათების ქსელი, ფიტნეს ზონა, განთავსდება ნარჩენების ურნები, დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს გათვალისწინებული ზოგადად ასეთი პროექტების განხორციელების დროს. გარდა ამისა, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი და სკვერის ირგვლივ მოეწყობა ველობილიკით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავის სისტემა და დაირღვევა ცხადია სხვადასხვა ჯიშის ხე მცენარეები. ჩვენთვის რეკრეაციულ სივრცეებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე საუბნო დონეზე სკვერების განახლება, მოწესრიგება და არეალების სწორად ათვისება არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროექტს გამგეობა განახორციელებს და დაახლოებით 700,000 ლარი დაიხარჯება მის განხორციელებაში. ორთაჭალაში დავასრულეთ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია განახლება. შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ 1968 წლიდან ფუნქციონირებდა და იყო განთავსებული, კაპიტალურად შეკეთდა. შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის გახსნილ და მაქსიმალურად მოხერხებულ სივრცედ გაკეთდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცე და განთავსდა სტაციონალური კომპიუტერები, რომლებიც ბიბლიოთეკის სერვისებით ნებისმიერი მოსარგებლისთვის არის ხელმისაწვდომი. განახლდა და გადახალისდა წიგნადი ფონდიც, კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურას დაემატა უახლესი გამოცემები. ბიბლიოთეკა ასევე სრულადაა აღჭურვილი რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო საკანონმდებლო შემეცნებით პროექტებს, ყველანაირი ტექნოლოგიები, რაც კი საჭირო იყო ამისთვის, არის გაკეთებული პროექტის სახით. ფილიალი იმუშავებს ყოველდღე, გარდა კვირისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა. ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბიბლიოთეკების მოწესრიგებას, განახლებას, მის რეაბილიტაციას. წლების განმავლობაში ამ მიმართულებას არ ექცეოდა ყურადღება და იყო უმძიმესი მდგომარეობა და დავისახეთ მიზნად, რომ ქალაქში არსებული ყველა ბიბლიოთეკა
კი არ უნდა გაუქმდეს და კი არ უნდა გაიყიდოს, არამედ ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, მოხდეს მათი განახლება და ახალგაზრდებს და ზოგადად ყველა თაობის ადამიანს მივცეთ იმის საშუალება, რომ შეუქმნათ შესაბამისი სივრცე, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული იქნება. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ